გაუმარჯოს მაყურებელს, კეთილი იყოს ვენი მობრძანება ამ ანაჭამის მორიგ ეპიზოდზე და დღეს სტუმრად გვყავს ადამიანი, რომელიც არის ყველაზე სასურველი სტუმარი ყველა ქართულ სუფრაზე. ჯონზო. დღეს ჯონზო გვექნება ესეთი გადაცემა, ყველა კერძი რომელიც იქნება გადაცემაში, იქნება საახალწლო სუფრა. ასე რომ მზად უნდა ვიყოთ კაი ჭამისთვის. მაგრამ რა თქმა უნდა წესებსაც შეგახსენებ, უცებ გვაქვს მოცემული 8 ციფრი. ყოველი ციფრის უკან იმალება იმ რაოდენობით კერძი, რა ციფრიც არის. გვაქვს 3 დახმარება, ლუდისაც დახმარებები, ეს არის მწვანე, ლურჯი და წითელი დახმარება. თითოს გამოყენება შეგვიძლია თამაშის პროცესში. ის უკან რა დახმარებაა, ეგეც არ ვიცით. გვაქვს ჩელენჯი, სპეციალური დახმარება შენთვის. თუ აირჩევ რაღაც ჩელენჯი იქნება შესაძლებელი, რომელიც არის მაყურებლის მიერ გამოგზავნილი, შესაბამისად შეგიძლია აირიდო თავიდან ჭამა. ნახოთ რა კერძები შეიძლება ამოვიდეს დღეს. ეს არის ტოლმა, ბაზის ფოთოლში, ლინჩიკები, ხორციანი, კომბოსტოსნილი, ესენი არის შავი და თეთრი, შავი და მწვანე ზეთისხილი, შოთის პური, გოჭის ხორცი, მანდარინი, თევზი, გოზინაყი და ბოლოკი. ეს ბოლოკი და გოჭი რო გავაერთიანოთ, გაუკეთოს მითაფერ. და როგორც ხედავ, ორი კითხვის ნიშანი გვაქვს. ეს არის დაფარული კერძი. რა შეიძლება ამოვიდეს და ჩვენს გვაქვს საშუალებას რომ რაღაცა ერთმანეთს მოვატყუოთ, აი ეს დევს და დაფარული კერძი რა ვთქვა. პირველ რიგში უნდა დავაფიქსირო, რომ ბევრი ადამიანისგან მომისმენია უშენ ამდენს ჭამდა ბევრს. ბევრს არ ჭამ, მე მიყვარს გემრიელად ჭამა. ასევე მიყვარს ჩქარეთი. რავი, ნელა შეგვიძლია დავიწყოთ და მე არ მაქვს უფლება რომ შენ არ დაგიწყო პირველი არჩევანი და მანაირად ვერ მოვიქცევ. დავიწყოთ მაშინ მეხუთედან. კი ბატონო, მეხუთე და ჩაარტყი ვენს წითელ ღილაკს და წამოვა კერძი. კლინგ. პირველი კერძი მოვიდა შონზო და სანამ გადავალთ საქმეზე, მე მინდა რომ აქვე მაყურებელს შევახსენო რომ ჩვენი წარდგენილი ჩიფსი, ლუდისა, ნატურალური ქართული ჩიფსი. მადლობა მათ გვერდში თომისთვის და ასევე ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია ჩვენს გვერდით არის და მე თქვენის ნებართვით შეუდგები საქმეს. კარგია. აბა, წავიდა თემა. აქ ის უნდა იყოს ტარანტინოს ფილმი მაკულატური. ამოანაწილებს. ეგეთი რამე და შიგნით? ბიჭო, ქართული სუფრაა და ყველაფერი ქართულ სუფრასთან ყველაფერი ანათებს. ხო და 5 ცალი კაი გემრიელი რამედევს აქვს. დიდი სიამოვნებით ჩავიკლავუნებ გას. და ეგრეა საქმე. მოდი მე დაგიძმობ ამ ამბავს და შევამოწმებ სიჩქარეში რამდენად ძლიერი ხარ ამ შემთხვევაში. აი ამის რაც აგდებს. სიჩქარეში კარგათო. აჰა, გული არ უმეცდა. სანაკებო თუ არ მაგამ. კი ბატონო. შევეცდები დავადასტურო რითიც, რომ აი აქ რაც არის, ამ ყველაფერს მოვასწორო მგოროვებ და მოვასწორებ ერთ წუთში. გიტყო. გავახოთ საინფორმაციო ღრუ. აქ ახლავთ. ოპა. უდიდებულესობა ქართული აღავინო. აი, თან ისეთი ლალისფერი. აი მე ამოვსვოდა. შეიძლება. თან ესე იგი უყურე მაგარ წესს გეტყვი. აბა. ადრე ქართველები სუფრასთან ხსლებოდნენ ნადიმობდნენ. პირველად მიირთმევდნენ საკვებს, როდესაც იტრაპეზები მოითავებდნენ, მერე გადიოდნენ ცალკე ოთახში და იქ უკვე აგემოვნებდნენ სასმელს. აჰა. სანამ გადახვალ აგემოვნებაზე, დარწმუნებული ვარ რომ მოერევი მაგას ერთ წუთში. მინდა რომ ერთი ლამაზი საფრთხეზელო შემოგთავაზო და ტაიმერსად ჩავთვალ. უფლის სადიდებელი, მერე მშვიდობა ყოფილიყოს, მერე ადამიანები რომლებსაც გაგვაჩინეს დაულოცოთ, მერე ვინც გაგვიჩინეს დედმამიშვილებად ისინი დაულოცოთ და მერე ჩვენ ვინც გავაჩინეთ ისინი დაულოცოთ. შენ გაგიმონე. ყველას ხუთივეს მიულოცოთ. ულამაზესი სუფრა. თუ შეიძლება ერთი ჭიქა მე რო ჩამომისხათ, რომ პირველი მიუჭახუნო და რა თქმა უნდა, თორე დალება კი არ არის. პირველ რიგში შეგიერთდები, რამდენად შეიძლება, მაგრამ ერთი ჭიქით. მე მინდა რომ ჩვენ სტუმრებს გაუმარჯოს, ვინც ეს წელი ჩვენთან ერთად ჩაატარა, შენი თამადობით ამ შემთხვევაში. გენაცვალე. გაგიმარჯოს და შვიდობიანი და წარმატებული წელს გისურვებ 2026 და ასევე ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა. დაგილოცავ. შვიდობა, სიკეთე. ამ გადაცემის მაყურებლებო, დაგილოცავთ, აი ეს ხუთივე. შემოგევლე. აი 3 2 1. ნახე იქ რა ლამაზად დაიხატა. ბიჭო, კაი ღვინოა. მართლა? ჩვენთან სტუმრად იყო სოსო მათიაშვილი და მან მოგვართვა ეს ღვინო და მისი მარნის ღვინო არის. აქვე მადლობა სოსოს გემრიელი ღვინისთვის და კარგი სტუმრისთვის. ამას უხდება ოთახის ტემპერატურა, ოდნავ ცივია. ცოტა შევათქო. როგორ გესიამოვნა შენ ეგ მითხარი რომ დაასრულებ? ჩელენჯი შესრულებულია. დამსახურებული 150 ლარი. სანაკებო.
თქვენ დაგერიცხათ ქართულ სუფრას იდეალურად რომ დაამშვენებს ისეთი. პირველი ეტაპი გავიარეთ და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. კარგი, ჩემი არჩევის დროა ეხლა და მე ბევრს არ ვიფიქრებ, მარტივად ავიცევ. ციფრი მინდა 7-იანი. ანუ აქ როგორ არის ხოლმე, იცი? ვერ გაიგებ. უცბად რო გითხრა, მაგრამ უმეტესწილად 7-8-ზე უფრო ისეთი კერძებია ხოლმე. შედარებით მარტივი. აი შედარებით რასაც ქვია, იმიტომ რომ ერთზე არის ერთი დიდი კერძი ხოლმე, რომელიც უფრო რთული საჭმელია ხოლმე. 7-იანზე აი ხა მგონია რომ შეიძლება იყოს ბოლოკი მაგალითად. 7 ბოლოკი. ხო. მე თუ მკითხავ, ძნელი საჭმელი. ხო. კი. 7. მოგვივიდა 5. შევიხედოთ ახლა შიგნით. შენ მითხარი შუანზე მოგატყუოთ სიმართლე მითხარ. მე რახან 5 ჭიქაღვინო დავლიე უკვე. მისაყოლებელი მჭირდება, ამიტომ გინდა მომატყუო, გინდა არ მომატყუო, მაგას მაინც შევჭა. რა ზრი აქვს მისაყოლებელი. აი არაფერს თქმის საშუალება აღარ მომცა. იქნება ისე მოგეწონოს რომ გესიამოვნება და გონია რომ მოერევი თავს. სახალხო განწყობა მაქვს და კეთილი ვარ და აი პირდაპირ გეუბნები მაგას. სიკეთის გადაცემა, ანუ ავიღე მიმაქ. კი ბატონო. ბადრიჯანი მიგზით, ბიჭო, რა ხენი? ანუ ესე იგი რაღაცა არსებობს, ხო ხდები რა, ნიგზიანი ხო უნდა ჭამო რომ გააზავოს იქ. ალკოჰოლის შეწოვა არ მოხდეს კლუბში და ამბავია 7 ცალი ბადრიჯანი ნიგზით. ოჰოჰოჰოჰო. რა ვთქვა, რა გავაკეთო, საწყალში გადავა. ეს როგორც მივხვდი, სხვათა შორის ეს იყო კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ ჩამოთვლილში არ იყო ბადრიჯანი და პირველი კითხვის ნიშანი ამოგვიდა მაგასო. ეს იგი შანსები გაიზარდა, რომ რაც არის ისინი მივთოთ შენ. კი ბატონო. 3 2 1. ოპა. მე ვიუნდა ვიჯდა ეხა მშიერი და რა არის ეხა ვინოს არ დამალევიეთ, ბადრიჯანიც არ მაჭა. აჰა, დავждები აგერ ბავარიას. შემდეგს გითმობ მე. შემდეგი შენი არის და ეხა მან შეიძლება ისეთი ამოგივიდეს, რომ არც გინდოდეს ჩამა. ჩიფსებიც ვივაციდან. არა თოვდა, მაგრამ სულ არციო და თეთრიციდან ფიფქის ნაცვლად ლუდისებიც ვიოდა. ჩემი საყვარელი არის მწვანე. ერთი საინტერესო აზრი მომივიდა, მისაყოლებელი თუ დამჭირდა იმ წითელ ღვინოს მივაყოლებ ბოლოს. სხვათა შორის კარგად შეზავებული ბადრიჯანია. თან ვილაპარაკე, თან ბადრიჯანი ვიყოლე. ესე მარტივად რომელიმე კერძი ეჭამოთ, აი. თან ჭამს, არ მესაუბრებ, ჩვენი იდეალური სტუმრობა. მე მგონი მიც ვერ ვამსხვრევ, რომ ბევრი წაველი ვარ. და მე მგონია რომ მაყურებელს ეგონება რომ რაღაცა ჩაწყობილი თემაა და ჩაწყობილია, თუ გაინტერესებს ყველაფერი. წინასწარ ვიცოდით და ეგრე გავაკეთეთ. გადმოვიდა ბურთი და მოედანი ისევ ჩემი. კი ბატონო და მე დავში ჯერჯერობით შიერი და რა ვიცი, მე მგონი უნდა წაგართვა ეხლა, თორე რა მეტანი წინ მიიწევდა. მე მინდა ცოტნე დავაპურო 6 რაღაცით, იმიტომ რომ შიერია კაცი და არ დამიჩერ შიერი. დაადასტურე, შენი არჩევანი ღილაკზე დარტყმით. წავედით, აბა 6 წავიდე. აბა. იცი რა არის, ეხლა მივიყვები ლოგიკას. ღვინო დავლიე. იგზიანი მეუყოლე ბადრიჯანი, ეხა უნდა ცენტრალურ ესე მომგამშენ კერძებზე გადავიდე, რომელიც არის ხორციანი. კი ბატონო. მაშინ წაგართვა. ამიტომ 600 დიდი სიამოვნებით ჩავაყოლებ, რაც მივხვდი. დიდი სიამოვნებით თუ ჩავაყოლებ, მაგიტომაც წაგართვე. გავაკეთო ეხლა კეთილი ჟესტი და დაგითმო, არა, მშია. ეგ თქვენი ნება არ არის ამ შემთხვევაში. არა, ჩემზე არის პირდაპირ დამოკიდებული. კარგი. მე ვიზამ თუ არა კეთილდებათ, მაგრამ რა არის ის შონზო ეხლა სახაზო საჭმელი. შენ უკვე 300 ლარი გაქვს სახალხო სუფრაზე სახში რაღაცის მისატარებ. მე ხო მინდა ერთი 150 ლარი. ხო, მაგრამ ეხლა 6 მაგის წამო არ ვიცი. კაი, კარტო. რაცა უნდა იყოს. აი. რა? შეხედი როგორ მატყუე თვალსა და ხელშუა, ბიჭო. არა და მართლა მინდოდა და მიტყუე. ეს არის ხორციანი ბლინჩიკები, მარტივად მივირთვევ ამას. მადლობთ. შეგარგოს. მადლობთ, რომ მომატყუეთ. ჩემთვის მინდოდა და რა ვქნა. იქ კი აწერია რომ ხორციანი უნდა იყოს, მაგრამ ხორცი ისედაც თავზე გადაგვდის და მაგიტო პროდიუსერმა გადაწყვიტა რომ მოდი ცოტა პატივი ვცე ხალხზე და ყველიანი ბლინჩიკები მოგვიტანა. არა და რეალურად შეეშალა უბრალოდ. ეგ იყო და ეგ. ანუ იდეაში ვთქვათ რომ ეგ არის ჩამენაცვლებელი ხაჭაპური, იმიტომ რომ აქ ხაჭაპური არ გვაქვს. კაი, მე მზად ვარ. თუ შეიძლება ზარუკას რო ჩავარტყათ და წევიდა დრო.
აუ, არა დამშულს იმენა, ისე მინდოდა. აკრას აი, აქ ხო გავხედე და ხაჭაპური არ იყო და მეთქი რა შეიძლება ნიგზიანს, სანამ ხორცებში შეხვა, ხო ხდები აი, ატარეს რომ წაიძო. ოშიანია სხვადასხვა. დალევა მომდა. ცოტნე მე და შენ ამ გადაცემას რომ ჩავწერთ მე. ღირსეული გაგრძელება მივცეთ. გინდა რამე მძიმეები? აღარ დაგვრჩა ეხლა რა გინდა ძმაო, გოჭი? უყურე შოთის პურია და 8 ცალი შოთის პური არის. სახებათო სახებია. მე უფრო მეგონა რომ რისკია. ბრინჯიკები იქნება და 8 ცალი. მაგრამ ადვილია ეს. რა ბრინჯიკი შეჭო. რაღაცა უხანათობა უნდა იყოს ერთი ხა. ჯერ ძალიან ლაითად მართლა ოკეი პუნქტ. 8 თევზი? აი ეს პატარა დგები. მორჩა ეს კაცი ამასობაში. შესრულებულია პირობა. ეხლა რა ხდება? ეს 150 ლარი შენ ანგარიშზე. შემანგარიზე, აი. ესე იგი ვაქრობთ მე და შენ იმენა სულ ადვილად ყველაფერს. ey ბატონო. როგორც აქ სუფრასთან ისევე აქაც ვაქრობთ. რაც სხვადასხვა ზედმეტად ცხიმიანი იყო რომ არ მოგატყუო, ეხლა ცოტა სუხეც იყო მაგკუთხით. ეხლა ნახე შონზო. ემი არჩევანი. შენ იმდენი ილაპარაკე რუიანზე და ისეთი შიშით ილაპარაკე რუიანზე, რომ მე არ მაქვს სხვა უფლება, რომ სხვა ციფრი არ ვიჩიო და რუიანს ავიჯებ მაგით. აბარა, ვინც არ რისკავს, ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს. აჰა, შამპანური გვაქვს? მე გავრისკე და. რა ხდება ჩვენ თავს? რვეული როგორი გვაქვს? აი შენი აზრით რა შეიძლება აქ იმალება? აი შენ თუ გამოიცნობ აქ რატოს? მე გეტყვი, აი პირდაპირ გეტყვი რომ იგარისო. 8 ცალი კომბოსტოს წვნელია. არა. ვიხმარ დახმარებას მართალია ჯერ არავინ ესე. ხო, სხვათა შორის ეგ შეგიძლია. წამართვა და მე თუ რამე დახმარება ან ჩელენჯი გამოიყენე. ცოტნიკო შენ მშიერი არ დამჩე. არა, უზოს მე საქართველოს შედეგს არ იდერვილო, რაც არ უნდა იყოს. წავედი, კი, ვიღე. ცო? კი ბატონო. აუ ძალიან მარტივად გამოძვერი შანსი. მართლა? თოლბო! აიმე, ამაზეც იგივეს გეტყვის. იცი გამოვიღო ჯერ დავანახო. აი დახმარება, აბა გამოიყენე დახმარება, აბა. აი იგივენაირად გვინოზე ხო გითხარი ერთ წუთში მეთქი. იგივენაირად ერთიც არ მეპარება, ეხლა შენ შენ მგონია მაგაში რამეს გადაგიხდი დამატებით. შემიძლია იგივენაირად. შეუძლია აგდოს და წყვილ-წყვილად. აი უყურე ჩემ ლუკმებს ხო ზომავე. წყვილ-წყვილად შემიძლია შევიდე. აი გამზადებული ვარ და დანახე. აი ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ შენ ამას ძალიან მარტივად შეძლებ. იმიტომ რომ ეხლა უყურე ბა ხო სიმეტრიულია ნახევარი აქ და ნახევარი 32 16 კბილი აქ და 16 მართალია რამოდენიმე მაკლია მაგრამ 16 კბილი ერთ მხარეს იმუშავებს 16 მეორე მხარეს და დამუშავდება კერძი. ეს თეთანაგაკ საქმე მე ხო გითხარი? აუ მართლა ეგრე შვებაში. არა, ნუ ხო, ეხა მეც რო შევხედე მაგას, მივხვდი რომ ორ-ორი ხო, ეხა შემდეგი არა, აი, დაგეკნა. ვაზის ფოთოლი ცოტა უხეშია. აჰა. ის წყალი შეგიძლია მირთვა, ანუ ლურჯს გაგიხსნი, რავი, რომელიც გესიამოვნება შენ მითხარი. რა უკნა ეხა, რა გავაკეთო აი? მე ხო იძულებული ვარ, ეხა რომ წაგართვა შემდეგი კეთილს. აი, სერიოზული ისპითის ვარ. მაგრამ ეხა რაღაცა ისეთი ამოვა, რომ ყველა ვარიანტში ვერ შევჭამ და მე უნდა ვიტირო, რომ ფული ჩამოვიდეს. ჯანსუგა გოჭი თან რაოდენობა ესეთია რომ დღიანი გოჭის რომ მოვიდა აბურთხული. მაგარ იქნება იმ რაოდენობაში იმდენი გოჭი რომ მოვიდა. დღიანები ეს. რომ შემოიტანო. არა, ეხლა თუ იქნება გოჭი ნაჭრები იქნება ყველა ვარიანტში დარწმუნებული. მე მაშინებს აქედან ერთადერთი ზეთისხილი დიდად არ მიყვარს, მაგრამ შევჭამ. და ის რა ქვია, გოზინაყი. გოზინაყი მაშინებს ასე. რაოდენობა საღეჭის თემაში. ხო, რაოდენობა აღარა გვაქვს იმდენი. აი ხა ეს დიდები თუ იქნება 4 მაინ ჩელენჯი. ქართულს უბრალოდ როგორც იჭრება გოზინაყი, ესეთი უნდა. ხო, რომლება თუ იქნება დაჭრილი, მაშინ მოსულა თავისუფლად 4. ეგ არის. განაირი, აი რა. ეხა გულახდილობ თუ შენ ის მითი რომ მე მაგარი მჭამელი ვარ და ფერს ვჭამ, აქვს უფლება არსებობა? ამ ეტაპზე აქვს. შენი არჩევანია ეხლა, რაც არ უნდა აირჩიო. ბიჭო, თვალებში ჩამხედე და სიმართლე მითხარი. თვალებში ჩაგხედავ სიმართლეს გეტყვი და რახან შენ მშიერი არ მინდა რომ დამრჩი, ამიტომ 4-ს ავირჩი. იყოს 4-იანი და დავადასტუროთ ღილაკზე დაჭერით. ამოიბურცე. ამოდიადდი. მოვიდა 4, გთხოვთ ჩაიხედოთ და მაშასე თუ გულწრფელ ან იგივე თამაში ვითამაშოთ. მე თუ გამოვიცნობ რა არის შიგნით, მითხარი რომ ეგ არის ან არ არის. მოდ ერთის არჩევის უფლება მაქვს შენ გემოცვა. აქ რა მოგიყვარა, შემადლიანი შენ აჰა. 4 ცალი ეს. 4 ცალი რა არის?
მანდარინი 4 წალი easy peasy არის, გაფრთხნიანადაც. შიერი კაცი ხარ 4 წალი რაც არ უნდა მოვიდეს. ზეთისხილი არ მევასებაო. აი, თონისპური იქნება, თუ გააჩნია ნაჭრებს რა. კაი, მოდი ვიკითხავ, შოთისპურია? ჩემი გულწრფელი პასუხი გინდა თუ ატყუ არა პასუხი? არა, გულწრფელი, რა თქმა უნდა გულწრფელი. გულწრფელი პასუხი ჩემგან ახალი წელია და მინდა რომ კარგი რამეები დაგაბედო. არ არის თონისპური. არ არის თორე. მაშინ პრინციპში 4 წელს ყველაფერს დავუხაჩავ, ხო ეგრე მგონია. საგართ. აბა? მანდარინები. მე კერძო გუბერავ და ეს დესერტი. ეგრე გამოდის. ესე იგი, მე უკვე ერთი დესერტი ჩემო ცოტნე გავმასე. შენ დესერტების გარეშე კატოვედი დესერტებზე, ხო იმდენი რაღაცები ვჭამე. აი ხა, გამიხარდა, ერთის ხრი გავიხარდა რომ მარტივი საჭმელია და მისებდიზამ. მაგრამ მეორე ხრი კაი, ხალხო, რაღაცა მაჭამ. სამაგიეროდ აი გოჭია წინ, მაგრამ აი შოთისპური. ეგეც შეიძლება. რაოდენობას ამბავში ხო უკვე დიდები ამოვწურებს. 3, 2 და 1 დაგვიშ. შვები? კი, მზად ვარ. წევი და და ეხლა როგორ გავუწუნა? ბაბოვე. ავიმბოვე. არავის არ ეპარება ეჭვირო ცოტნე ამას მოერევა და მოდი მეც გავერთობი თან მანდარინის სუნი მინდა. ვიგიძნო. ხვათაშორის ცივია და ყველგან გამეხმარა. არა, ყველაზე ცივი იყო ღვინო. აი ღვინის პეთება ხავს ყველას მინდა რომ დაუმეგობრო. რაც არ უნდა დამიყიდებული. არქი. ცოტა დაგშო. გაათბეკვილი. პირველ რიგში რასაც მე რეკომენდაციას უწევ, არასოდეს არ გაეკაროთ ღვინოს. არ გაეკაროთ ღვინოს, რომელიც არის ჩამოსხმული პლასტმასის ჭურჭელში. ხო, ეგ რა თქმა უნდა. ვარი ხოლმე ხა ლუდივით დახურდავებულია. 5 ლიტრიანი, შეგარგოს რა შემარგოს იქ. ის ჭურჭელი არის ალბათ იდეალური შესანახად. 1, 2 და 3 დაგვრჩენს. ყოფილა შემთხვევა შენ გადაცემაში რომ ესე ლოგიკურად. უბრალოდ არ მახსოვს, მაგრამ იშვიათად რომ ეგეთი ყოფილიყო. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გონიათ რომ 1, 2, 3 უფრო მარტივი იქნება ვიდრე 7, 8 და 6. ანუ რა შეიძლება 1, 2, 3 გაგვიჭი? ერთი პური შეჭმა შეიძლება მე გამიჭირდეს შოთს. პურისტი არა ვარ მე. კი ბატონო. მაშინ ერთიან საბერჩო. 1. მასში მზაკრულმა ცოტნემ გაიგიზა. პირდაპირ გეტყვი. პური არდებს. პური თუ არდეს ერთი ცალი. თლიანი გოჭი არიდება, იმიტომ რა წერია ხა გოჭის ხორცი. ანუ გოჭის ხორცი არ გულისხმობს გოჭს. თანახაც შეეტეოდა. კი ბატონო. ისე აღარ მშია ხა ცოტნე რომ რამე მინდოდეს. რამდენი რაღაცები ჩამიქრია. გამოუში ერთი ნებისმიერ სირცხვილი. გარწმუნებული ხარ რომ გინდა ამის წაღება? სირცხვილი ერთი ნებისმიერი რამე თუ არ მივირთვი ხა ამ გადაცემაში რატო დამიძახი? ერთ წავს თუ ვერ შევჭაბა. ყვენი იყოს. მე არ თქვა ცოტნე არ გამაფრთხილაო. ესე მოდის ახლა გოჭი სუფრასთან ესე მინმეს სახში გოჭი თუ მოსულა კი ბატონო მეორე აგერ არის ამ გადაცემაში ვახში კაი ჩემი ინტერესის სფერო რახან არის რომ შემშიერი არ დამჭე ავირჩევ ერთ-ერთ დახმარებას გვაქვს მწვანე დახმარება, ლურჯი დახმარება და წითელი დახმარება ერთ-ერთი აიჩი ჩემი საყვარელი ფერის სასავირჩევ მწვანეს მწვანე დახმარება ულუფის განახევრება ამჩა ცოტნე მშიერი ესე იგი, ამის ტრიალში თან ფიქრსაც ჩავთავ. ფიქრი არის ის, რომ ეს ახლა თქვა არავირჩიე, ეს გავიდა? ხო, გავიდა რა არ ვაგდებთ, არ ინერვიო. გადაცემის მერე ხომ აი. კი, დავამატე. ის ახალწო გადაცემა ჩელენჯი იყოს, რავი, რა იქნება და რა. აქვე ჩელენჯის არჩევისას. ამაზე ვარესი თუ იქნება და კი ბატონო. ნახე რატო უნდა აგერჩია ჩელენჯი ახლა გერ. ჩელენჯის არჩევისას. მაყურებლის მიერ გამოგზავნილი ჩელენჯები ხდება გადაცემაში და მაყურებელს ვისი გამოგზავნილი ჩელენჯის მოხდება საჩუქრად გადაეცემა ჩვენგან ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები და ეს კიდევ ჩვენგან ეს მე ამისთანა მაყურებელთანაც მიდის კი ასე რომ ჩელენჯის არჩევა მნიშვნელოვანია და მაყურებელო თქვენზეც კი ზრუნ ცოტნიკოზე ხო ზრუნავ იმენა რო არ დამჩეს ვშე ჩელენჯი ავირჩიეთ და ჩელენჯი ეთერში გოგონების საახალწლო ტრადიცია არ ვიცი რას ნიშნავს. გამარჯობა ხალხო, გილოცავთ ახალწლებს და რაღაცა ყველაფერს და საუკეთესო სურვილებით. ჩელენჯი კი არის შემდეგი. ჟაბუა ამირეჯიბი,
გზავნის ეს ჩელენჯს. აი გოგონები რომ საახალწლოდ მაგიდის ქვეშ შეძვრებიან 12 მარცვალს ჭამენ ხოლმე და სულ როლს იფიქრებენ. ერთადად მეორე ახევრის პოვნაზე. შენი ჩელენჯის არის იგივე. მაგიდის ქვეშ უნდა შევძვრე თუ ვიდგევან? არ ვიცი რა ხდება მოახერხებ შევძვრე მაგას. არა, ჩემი აზრით პრობლემატური კი იქნება. შევძროვი, მაგრამ არ გამოვჩნდები რომ შემძროლი. ეხა უეჭველი პჭით უნდა შევიდე, იმიტომ რომ თავი უნდა მიჩანდეს რომ თუ გინდა ჭამ. პროსტა ესე გვერდულად 3 2 1 წავიდა. აუ, კაი რა ბიჭო რა, ვინ მოიგონა ეს? მეტი ვერ ვეტყვი. თული მაგიდის ქვეშ შეძრობა თული ამას. 2 როცა სურვილი შამიგრება არ დაგავიწყდეს. 8 აუ, კაი ჩემი რა. 10 12 ეგ არის 30 წამში შეასრულა შანსო ჩელენჯი. მეტი აღარ შევდივარ. თუ გინდათ გეტყვით რა შავიფიქრე. აბა 2027 წლის 1 იანვარს სოხუმშიან ცხინვალში. ო ჩვენი ჩელენჯი შესრულებულია 150 ლარი. თქვენს ანგარიშზეა და ეს უკვე 600 ლარია შონზო. გოჭის დაზოგილი. გოჭის დაზოგილია. კი ბატონო, ყველაფერი მიდის ხოშიანად და იდეალურად და შენი არჩევაა ყველაფერთან ერთად. 2 და 3 დავრჩა ციფრები, რომელსაც აირჩევთ ბატონო ჩემო. გულზე აღარ მეთანაღრება რომ ცოტნებში ეგ დამჩა, იმიტომ რომ გოჭი დავასეივეთ. დავირჩიოთ მაშინ 2. ციფრი 2 და დავადასტუროთ არჩევანი. ამოდი 2 ცალი რაღაც. გოჭი გააქვს გარანტირებული. ეხა პური გვინდა და ეგ არის. რამენაირად რომ იმანიშნო რადევში იქნებ ისე რომ არ მითხრა რადევში. შენ ძალიან ხშირად ახსენე ეს კერძი და ძალიან უხდება ქართულ სუფრას. გოჭი რო გააქვს, უამისოდ გოჭი ნახევარი გოჭი. ესე იგი ბოლოგზე მიდის საუბარი? ვითო? მაგრამ პური თონის კარტა. არ ხართ წინააღმდეგი, როგორც გიყურებ, დიდად არ გეწყინათ ეს. აუ, კაი! რა ეს? რა გინდა? უხდება გოჭი. ეს რა? ვერ დამადანაშაულებ რომ არ უხდება ცოტნე. არანაირ. აშკარად. ხო, რას ფიქრობ, იცი? მე მგონია რომ ქართულ სუფრასთან, როდესაც ხდებით და მით უმეტეს ღვინოს მივირთმევთ, განუყოფელი ატრიბუტი არის ეს მჟავე. კი ბატონო, თან მიყვარს, გულწრფელად გეტყვი, მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ეხლა ფიქრობ, რამდენად გავკაჩა. იმიტომ რომ მე ბოლო რაცა მომივა. მაგრამ შენ მაგას მომპარაო. ერთი ცალი. ერთი ცალი. ხო, არა, 3 ცალი. 3 ცალი. 3 ცალია. გამეჭირდება სერ, გამეჭირდება სერ. ახლა ამას ვერ გავკაჩავ მარტო. დახმარებას აქვს. წავიდა და გამეჭირდება ყველა ვარიანტი. მოდი მე ავიღებ, რადგან გუნდიშას უყვარს წითელი. თან საქართველოს დროშის ფერია. კი ბატონო, გუნდიშას უკან საქართველოს დროშაც ადგილზეა. აჰა. უკან წითელის უკან გუნდიშა იმალება წითელს ავრიჩო. წითელი გუნდისას დახმარება. ეთერში. სოტნეს ან გუნდიშას დახმარება. გუნდიშ! მოდი მჟავეები ვჭამოთ, მოდი. კარგია, ადამიანს ეგრე ძალიან არ გინდო და ისეთი ზედმეტსახელი ქვია, გუნდურობა იცის როგორ არის და გირჩევნია თუ ეს. ბატონებო და ქალბატონებო, თქვენს წინაშია გუნდი. მარტო სანქცია და. ხო არა? მე გაუბედავდი, მე მაგრამ მეყვარს ეგ. ოღონ ეხა მაგის იდეალური კომბინაცია არის ლობიო. და თვითონ კონსისტენცია როგორია? ოდნავ რბილიც უნდა იყოს და თანხრაშუნაც. ორივეა? მაგრამ ცოტა გემოვარდია. ესე იგი ვერ დავნაყდი მე, იმიტომ რომ ეხა რო გიყურებთ, ადის აღმძვრელად მიირთმევთ და მეც მომით. სამკაციანი გუნდი რო გავაკეთოთ და მეც მივეხმარ შეიძლება? აუ, სამიანი მე ხა ვიფიქროთ აი ზეთისხილი, პური, ქევზი და გოზინარი. ავიჯერო ეხა სამიანი ამ 4-დან ფინალური არ იქნება რამე? არა, ცოტა მე მგონია რომ ზედმეტი ხრაშუნის ხმა ისმის, რბილი უნდა იყოს. time. ვერა? ხო, ანუ მაგას ვიძახი რა. ცოტა ნაზი უნდა იყოს მაგაზე უფრო მეტად, ვიდრე არის. ბოლო შეტევა, გუნდიშა უფრო დაწინაურებულია? არა, ძალიან თანაბრად მიდიხარ. ძალიან გუნდურად მიდიხარ. 6, 5, 4, 3, 2, 1. ვაა, ხარ და მე იმენა ისე მიყვარს. არა, უბრალოდ. გუნდიშამ კარგად იბრძოლა. აპლოდისმენტები გავაჯილდო. გაწუნჯეთ უგეწურვინე. მე პირადად გავიწევოდი მაგ ორივეს. ეხა გეტყვი ზუსტად, ეხა თქვენი ხმით მივხვდი რა აკლდა და ეხა რეალურად გეტყვი რა აკლდა.
ახალი წადებულია. ხო, ნაკლია დამჟავება. ბოლომდე და არის კომპოსტოვარი ცოტათი გადაბერებული. მე მგონი ხელოვნურად დამშავებულია ეს უფრო. დაჩქარება რო იციან ხოლმე ზმნით და იმით. თუმცა მაგრამ ცუდი არ არის. ცუდი არ არის. ხო. ნუ სამიანი ბევრი ავიდა პატაობის სამი. გარეშე. უკვე არარსებულებიდან არ არსებობს, შესაბამისად, აქ უნდა იყოს ან თევზი, ან გოზინაყი, ან ბოლოკი, ლოგიკურია, არ შემიძლია არ დაგეთანხმო. ზეთისხილი და პური. პური იქნებოდა გამეტება 3 პური, იმის გათვალისწინებით გოჭი რამხელა მოვიდა, ხა 3 პური ალბათ იქნება 3 დედას პურები ვარ, ძელი. შოთები. შეგახსენებ დახმარებები არ გვაქვს არც ერთ. არ გვაქვს არც. ზეთისხილი 3 რა, 3 კონსერვი თუ არ იქნა. კი ბატონო, თან დესერტია და იდეაში კარგია კუჭისთვის, მონელებისთვის. გოზინაყი ძალიან გამისწორდებოდა და ბოლოგზე ცოტას დავიჟღანებოდი, მაგრამ 3 ბოლოკი შახრაშუნება იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ შეხრაშუნეთ შემიძლია. კი, კარგი. თქვენი იყოს. ალელუია, ალელუია. ადევში გრიდა. თევზი! ლოცავს. ბიჭო, შევხედე, დიდაც პრობლემატური არ იქნება. ეს არის ორაგული ვეჭო. ხაეთა. ჩვენზე ეხა ორაგულზე ეგეთ დაბალი დონის თევზებს არ გაგაქვს. ეს ხა გამოცლილია როგორ მომარეობაში არ ვიცით, ხო? ხა ექნება უბრალოდ მარტივი გამოსაცლელი სტეიქს როგორც აქვს, ხო. დიდი პრობლემას არ შეგიქნის წესით. 3 წუთი. ხო, მზადაო. კი, 3, 2, 1, წავიდა. გავაღე. აუზუთხებს თუ წაუზუთხებს. მე მგონი უფრო მეორე რო არის. ბელუგა, თუ რა ქვია. ბელუგა არ, ბელუგა ძალიან ძვირი. არა, ჩემი აზრით არ იქნება პრობლემატური შენთვის მაგის შებერვა. გემრიელია? აიო, რამეს ვარ ისურვებით მისაყოლებლად. 50 არის შემწვა. ფერზეც ეთყობა რომ ხო, შრალიც იქნება. კარამელიზაციაშია წასული. აბა ბოლო ნაჭერი და ბოლო წუთი. შვერი, აი, აუჩქარე და შონზო იდეალურად იმაში. აი, თამაშა აქიდია. აუჩქარე, ლამაზად, გემრიელა. ანს გადავა უფლება რომ დატოვო თუ არ მოგეწონა გამწვანის. მაგრამ სხვადასხვა თევზს არ უხდება, ხო? თევზი უნდა იყოს ცოტა უფრო რბილად შემწვარი და ზედმეტი დაზალების გარეშე ესე. აბა 19 წამი. და ბოლო ნაჭერი. ეგ არის. ბრავისიმო. ეგ არის და კიდევ 150 ლარი თქვენს ანგარიშზე და ჯამში გამოვიდა 750 ლარი. მილოცავ. აქვე გეტყვი რომ შონზიკას რეკორდი ვერ დაამყარე. იმიტომ რომ შონზიკამ 850 ლარი დატოვა გადაცემა, მაგრამ ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჟობდეს მამულს. შონზიკას დაჩემაჯობს. ხო? როდის შევძლებთ დაპატიჟებას გადაცემაში, რამდენი დაგჭა? დღეს შემირთ 7 ბადრიჯანი. არა, 5 ჭიქაღვინით დაიწყე. 5 ჭიქაღვინი და გავახსნევი. ასრულება იქნებოდა მაგითი იდეალურია რა. ბოლო ჭარა-ჭამზე კარგად ჩაუშვი. მერე იყო ეწამართ ბადრიჯანი 7 ცალი, ასევე დააყოლე ტოლმა იყო 8 ცალი. კი, ორ-ორი. კი. დუპლეტებად რო. მერე კანჭი კი არა და გოჭი დახმარება გამოიყენე, მაგრამ კაცს მიღმა გავავთე ხო. მივირთვევთ, ეგეც არ არის პრობლემა. და ბოლოს დაასრულე 3 ნაჭერი, საკმაოდ დიდი ნაჭერი. და დამსახურებული მოვიტყოდი 750 ლარი. მიღება ყველაფერში. დესერტი არ გამომივიდა. დესერტი გვაქვს, კბილი გვაქვს. შეჭეხდა. დესერტი მან დაიწყო. დესერტი ლუდისა შეგიძლიათ მიიღოთ. უღრმესი მადლობა შონზო, საახალწლო გადაცემა, ჩემი აზრით შედგა ძალიან საინტერესო და კარგი გამოგვივიდა. უღრმესი მადლობა ჩვენს მაყურებელს, აქვე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და კომენტარებში იაქტიუროთ. აქვე ხო, შონზო, შენი არხი იქნება აღწერაში აუცილებლად, სადაც პოდკასტები დაიწყეთ და საკმაოდ კარგად მიდიხარ. პოდკასტებისთვის ცალკე არხი გავაკეთე, პირზერაო ქვია. პირზერაოს ვაკეთებ. მოკართულებული ფილმების შენი არხი. კი ბატონო, შონზოს არხი, შონზოს არხად და პირზერაო უკვე აკართულებს საახალწლოდ 9-ში გვაქვს პრემიერა 9 იანვარს, მარტო სახში 2, აი ეს ძალიან მაგარი.
კი ბატონო. საოჯახო ფილმი, არანაირი ის რაღაცა უთმოწურობები, სააბავშო, ესეთი იქნება უბრალოდ ქართულად ლამაზად კი ბატონო და რა თქმა უნდა, ხუმრობები დამატებული, ძალიან რეალ და ველოდები ყველას, როცა აი მოიახალწლებებ და მოიყირჭებთ აი ამ პურმალს, რაც ქართული აქ იყო, ნიბზიანებს რაღაცა და აი ღვიძლი და ბიჭო რა ვქნა და ბავშვები არ წავიყვანოთ სადმე, ცოდეთ რომ აი კინოსახში შეგიძლიათ მოგზადეთ და კი ბატონო. სახში ორი ნახო. გვერდში დაუდგეთ ამ ხალხს და წარმატებები თქვენ ყველაფერში ჩვენც გვიხარია რომ ეს ამბავი დაგვიბრუნდა და წინსვლა არის და წარმატებებს გისურვებთ. რითიც დავიწყე, იმის დავამთავრებ, ანუ ყველას გილოცავთ ახალ წელს. ბოლოსკენოდ ჩავიფიქრე, კიდე იმ სურვილის ასრულებას უსურვებ ჩემ თავზე და მთელ საქართველოს. მოგურმესმართ. სულ ეს იყო, კარგად ევგებით.